როდესაც პატარა 6 თვის ასაკს გადასდება, მას დედის რძესთან ერთად უკვე ევალება, ასე ვთქვათ, რომ მიიღოს მყარი საკვებიც. ახლა რა იგულისხმება მხოლოდ მყარ საკვებში? პირველ ეტაპზე ეს არის ან ფაფების სახით, ან კიდევ რაღაც დაბლენდერებული სხვადასხვა პროდუქტი. მართალი ხარ თიკა, 6 თვის პატარა უკვე კარგად ზის საბავშვო სკამში. თავი კარგად უჭირავს და პირთან კოვზის მიტანაზე პირის გაღებით რეაგირებს. აი მე პატელეჩაშიები ეგენი. და სწორედ ეს ის ნიშნებია, როდესაც ბავშვი მზადაა მიიღოს მყარი საკვები. რადგან ვახსენეთ ეს მყარი საკვები და ეს პირველი შემოსვლა მათ რაციონში და ზოგადად მათ სხეულში, ამიტომ ალბათ შეიძლება ეს დედებმა ძალიან კარგად იციან, მაგრამ მოდი მაინც რადგან ნამდვილი ექიმების გადაცემა ვართ, მაინც გავახმოვანოთ ის, რომ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, არ შეიძლება რამდენიმე პროდუქტი ერთად მიეწოდოს ბავშვს, ეს უნდა მოხდეს რაღაცა დღეების ინტერვალით, ერთი პროდუქტი ერთ ჯერზე და შემდეგ დაკვირვების პროცესი და ასე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ გამდიდროთ თქვენი შვილის რაციონი. როდესაც დედა გადაწყვეტს ბავშვის რაციონში ახალი ინგრედიენტები შეიტანოს, იწყება ამ შემთხვევაში ნერვიულობა. მშობელი იწყებს იმაზე ფიქრს, რომ რა ჯობია ბავშვისთვის, რა არის უფრო ჯანსაღი, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ასე შემდეგ. შენ უკეთესად მოგეხსენებ. კი, ნელა დავიწყება მეც ეძლევა ეს ინფორმაცია, მაგრამ ყოველი საუბრისთვის რაღაცები მეც მახსენდება. განსაკუთრებით რაზეც შიშობენ და ფრთხილობენ დედები არის ეს ხორცის შემოსვლა ბავშვის რაციონში. არ ვიცი რა მიზეზი შეიძლება ამას ჰქონდეს, თუმცა მოდი ჩვენ ვურჩიოთ რა ხორცი ჯობია იყოს ეს პირველი, რომელსაც დააგემოვნებს ბავშვი. მინდა გითხრა, რომ ბავშვისთვის ხორციანი საკვების მიღება სწორედ 6 თვის ასაკის შემდეგ შეიძლება განხორციელდეს. ანუ უკვე ის მზად არის, რომ მიიღოს მყარი საკვები და მინდა ასევე გითხრა, რომ დასაწყებად საუკეთესოა ქათმის ხორცი. 6 თვის ასაკში გეტყვით, რომ ხორცი აუცილებლად უნდა იყოს კარგად მოხარშული და შემდეგ იყოს დაბლენდერებული, დაკუცმაცებული ან გამოტარებული. ისე რომ კონდეს ფაფისნაირი კონსისტენცია, ანუ გავდეს ფაფას. საჭმელი ასევე უნდა იყოს თხელი და ერთგვაროვანი მასა. აი, ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვებს არ მოსწონთ ეს ხორცის ალბათ ტექსტურა და ესე პირველი დაგემოვნება არ არის მათთვის ძალიან სასიამოვნო, რადგან ალბათ ის ტკბილი გემოც არ ახლავს, რასაც ისინი დაჩვეულები არიან მანამდე ხო კვებისას ეს, იმიტომ რომ ხილს და ბოსტნეულს რაღაც მოტკბო გემო აქვს. ამიტომ შეიძლება იყოს შემდეგნაირი, რომ ეს ხორცი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი თქვენი პატარასთვის, იქ ჩააკუცმაცოთ მის საყვარელ ბოსტნეულის ფაფაში, მაგალითად და ესე მარტივად მიიღოს ბავშვმა დასაწყის ეტაპზე, ასე ვთქვათ ხო. უფრო გემრიელია, რაღაცა ეგზოტიურ იმას. ხო, გარნირით გამოდის უკვე ავტომატურად, ხო, ხორცი გარნირთან ერთად. და ასევე თიკა მინდა გითხრა, რომ ყველაზე ნეიტრალური გემოს თვალსაზრისით არის ქათმის კერდი. ამიტომ სწორედ ბავშვის ხორცთან მიჩვევა შეგიძლიათ ამ ნაწილი დაიწყოთ. და ასევე როდესაც ვთქვათ, მოხდება შეჩვევა ბავშვის, დაიწყებს კვებას ქათმის კერდის თეთრი ხორცით და გავარა გარკვეული პერიოდი, ანუ შეეჩვევა ამ გემოს, ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ ბავშვს მივცეთ საკვებ რაციონში ქათმის სხვა ნაწილები, რომლებიც სხვა საგემოვნო თვისებებით ხასიათდებიან. მაგალითად, როგორიცაა ბარკალი, დამეთანხმებით. დავაჭერინოთ ხელში, ეთე, ვოიმესე მოზღნულები რო არიან, რა საყვალე ესე მთელ სახეზე რო აქვთ ეს ქათმის ან ნებისმიერი საკვების ნარჩენები. აუცილებლად უნდა ვთქვათ, თიკა, რომ ქათმის ხორცი არის მდიდარი რკინით, თუთით, B12 ვიტამინით, როგორც სხვა ხორცი. ბავშვებს ასევე გეტყვით, რომ ხორცი ცილისთვის არ ჭირდებათ. ისინი საკმარისი რაოდენობით ცილას ღებულობენ დედის რძით, ასევე ბოსტნეულისგან და მარცვლეული საკვებისგან. თუმცა რკინა, რომელსაც ბავშვები ხორცის გზით ღებულობენ, შეუცვლელია მათთვის. რა თქმა უნდა, ხორცი არის ნამდვილად შეუცვლელი და ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად, როგორი დამუშავებული უნდა იყოს ხორცი, როდესაც ამას მიირთმევს ჩვენი შვილი და პატარა. როგორც ირკვევა, ხორცმა უნდა გაიაროს გაჭყლეტვის ტესტი. გაგიგიათ თუ არა, არ ვიცი ამის შესახებ. მოდით ახლა მე ამას თქვენს თვალწინ გავაკეთებ და შემდეგ ის უფრო უსაფრთხო იქნება ბავშვისთვის მისაღებად, იმიტომ რომ კარგად უნდა იყოს დამუშავებული ქათმის ხორცი და ამას ნოსტეს თეთრი ხორცით გავაკეთებ. ესე იგი, მოხარშული ხორცი პატარა ნაწილაკს მოვა წიწკნი ამას, რომ უფრო კარგად დავინახოთ, ხო? ცერზე უნდა მოვითავსოთ და საჩვენებელი თითით დავაწვეთ.
თუ ის კარგად დაიჭრიდა და დაქუცმაცდა, ესე იგი ის ბავშვისთვის უკვე კარგ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მან მარტივად მიირთვას ქათმის თეთრი ხორცი. ანუ შემოწმება. ხო, აი თუ კარგად იჭრდება, ინახე რაღაცნაირად კეზე, კარგადაც დაქუცმაცდება ბლენდერში და ისიც ადვილად შემდეგ გადაყლაპავს. თიკა ასევე მინდა გითხრა, რომ როდესაც ლაპარაკობთ, რომ ხორცი კარგადაა მოხარშული, ან არის კერდის თეთრი ხორცი, ეს შეიძლება მივცეთ ბავშვებს დაბლენდერებული 6-დან 9 თვემდე, მაგრამ უკვე 9 თვის შემდეგ შესაძლებელია ასეთი რბილი, კარგად მოხარშული ხორცი დაბლენდერების გარეშე რა თქმა უნდა, მაგრამ მიირთვან. ღეჭვის ფუნქცია რო უკვე განავითარონ. განავითარონ. მშობლებს თიკა ხშირად უჩნდებათ კითხვა, თუ ბავშვს კბილები არ აქვს ბოლომდე ამოსული, შეძლებს თუ არა ბავშვი ხორცის დაქუცმაცებას, დაღეჭვას და მინდა რომ ეს მითი დავამსხვრიო. აბა? ბავშვებს კბილები სრულიად არ სჭირდებათ იმისთვის, რომ ხორცი მიირთვან. რატო ღრდილებით კარგად აკუცმაცებს? კი ბატონო, მართლა. აი მე. აი წერან შენ როგორ თითებით აკეთებდი, დაახლოებით იგივე მექანიზმია, ისინი ღრდილებით დაჭყლეტენ ხორცს. უკიწობა, აი ეგ. კი ბატონო. და თუ ხორცმა შენი ნაჩვენები გაჭყლეტო ის ტესტი გაიარა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ადვილად დააკუცმაცებს ხორცს. აი ესეთ დამზადებულ ხორცს, შენ ტესტირებულ ხორცს. ხო და მოდი ისიც დავამატოთ მაშინ, რომ ასევე სასურველია, რომ ხორცი არ იყოს ძალიან გამომშრალი. რა თქმა უნდა. რომ ცოტა შედარებით წვნიანი იყოს, რომ მართლაც არ გაუჭირდეს ბავშვს ეს დაქუცმაცება და არ გამოხმეს და ისე არ გამოშვეს, რომ მართლაც აი ძართული იყოს და ამის გამო შემდეგ თქვას ბავშვმა უარი ხორცზე, ხო? სანამ ბავშვს ხორცის დაუბლენდერებელ ნაჭერს მიცემთ, აუცილებლად დააკვირდით მზად არის თუ არა ის ამისთვის. როგორ მივხვდეთ? ეხლავე აგიხსნი, მას აუცილებლად უნდა ეტყობოდეს, რომ მას ბავშვს გააჩნია ხეჭვის უნარი, ასევე გააჩნია ყლაპვის უნარი, თუ ეს ორივე უნარი ბავშვს გააჩნია, შესაძლებელია უკვე მივცეთ დაუბლენდერებელი ხორცი. და ესე იგი 9-12 თვის ასაკში შეიძლება ერთი პაწაწინა ნაჭერი მივცეთ ასეთი და მოვსინჯოთ, თუმცა უკვე წლის ზემოთ მას შეიძლება უკვე საკმაოდ ისეთი მოზრდილი ხორცის ულუფად შევთავაზოთ, რადგან ის უკვე 9 თვიდან თუ დაიწყო ხორცის დაქუცმაცება საკუთარი კიჭებით და ღრდილებით ერთად, ის შეძლებს უკვე მოსილ ნაჭერიც დაამუშავოს. ნამდვილად თიკა ქათმის ხორცი აუცილებელი პროდუქტი გახლავთ ბავშვის რაციონში. გარდა რკინისა და ვიტამინებისა, ბავშვი მიიღებს ისეთ ნივთიერებებს, რაც აუცილებელია მისი ზრდა განვითარებისთვის და ამისთვის ქათამი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უნდა შეიძინოთ. ხო და ნოსტე ხარისხით და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ ქართულ ნატურალურ ქათამს გვთავაზობს. და ნოსტეს ქათმის ძირითად საკვებს ჩეული ხარისხის სიმინდი წარმოადგენს. თავისთავად ეს პროდუქტის განსაკუთრებულ ხარისხსა და გემოს განაპირობებს. ნოსტეს 70-ზე მეტი საფირმო მაღაზია ყოველდღიურად მარაგდება ახალი ნედლი ქათმის ხორცით. ნოსტეს პროდუქტების შეძენა შესაძლებელია ასევე ნოსტეს პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში, კარფურში, ფრესკოში და გუდვილში. და რა თქმა უნდა, ნოსტეს კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მიღებთ გლოვოსა და ვოლტის სწრაფი მიტანის სერვისით და ასევე ვთქვათ ისიც, რომ ჯანსაღი და გემრიელი კერძის მოსამზადებლად მთავარია ქათამი იყოს ნოსტე.